ხო, არ ვიცი, ჩემთვის უყავს სრულიად გაუგება წარმოუდგენელი სიტუაცია, რაც ქვეყანაში შეიქმნა დღეს მზიას თემასთან დაკავშირებით ვწერდი, გამოვეხმაურე მის გადაწყვეტილებას, რომ შეეწყვიტა შიმშილობა, რაც ძალიან გამიხარდა და იქ დავწერე, რომ ფაქტობრივად ივანიშვილმა ჩამოაყალიბა პოლიციური სახელმწიფო ამ ქვეყანაში, სადაც პოლიციას აქვს ყველაფრის უფლება და ჩვენ მოქალაქეებს არაფრის უფლება არ აქვს. პოლიცია შეუძლია ადამიანების ცემოს, წეხქვეშ გაიგდოს, არ ვიცი, სასიკვდილოდ გაიმეტოს და ვინმე თუ ოდნავ შეეხება, მაგრამ ამ პოლიციას არავინ პასუხს არ მოსთხოვს, ხოლო ვინმე თუ ოდნავ შეეხება პოლიციელს, იმას სამაგალითოდ დასჯიან, ხა როგორც აი მზიას ჯიან, სამაგალითოდ. ანუ ივანიშვილმა ფაქტობრივად შექმნა რეჟიმი, სადაც პოლიციის მუნდირს უფრო მეტი ფასი აქვს, ვიდრე ადამიანის სიცოცხლეს. აი ასეთ ქვეყანაში ვცხოვრობთ დღეს ჩვენ და ბუნებრივია ხა ეს გატაცება ქუჩიდან მე არაფრის თქმა განცხადების არ გაკეთება ადამიანების გაურკვევლობაში დატოვება ფაქტობრივად ნადირობენ ადამიანებზე და ნუ მე ერთადერთი მიზანი აქვს ამ ყველაფერს რომ ადამიანები დაშინდნენ დღეს აგერ ხელისუფლების თავარმა პროპაგანდისტმა ნიუსი ვნახე მთელი ინტერვიუსთვის არ მიყურებია ნიუსი ვნახე რომ ირაკლი გუხაძეს მიუწია რომელიღაცა გირჩის ტივისთვის მე მგონი ინტერვიუ სადაც იყო ამონარი და კიცი პირდაპირ ამბობს რომ ეს ხალხი ვის ქუჩაში არისო ქვეყანას რევსო და ჩემ ქვეყანას თუ რევო უნდა იჯდეთ ციხეში. ხო. განაჩენი არ აქვს მნიშვნელობა ჯებირი დაანგრიე თუ რა გააკეთეო. ამრევი ხარო და რადგან ამრევი ხარო უნდა იჯდეთ ციხეშიო. ანუ ეს არის ამათი ანუ ისეთი ანუ რას გვეუბნება წარმოიდგინეთ ახლა რეჟიმის თავარი პროპაგანდისტი რას გვეუბნება რომ ჩვენ აქ გამოვალთ მივიღებთ რა კანონებსაც გვინდათ დემოკრატიას დავმარხავთ დიქტატურას დავამყარებთ ქვეყანაში ქვეყანას არის საგარეო კურსზე აღავლაპარაკობ ანუ ქვეყანაში დავამყარებთ ერთმართველობას რა ფაქტობრივად აი მედიის შესახებ მოგვინდება რაღაც კანონის მიღება ისეთი რომ მედია შევზღუდოთ ამასაც მე ყველაფერს ვიზამ მაგრამ ამ კანონებს თუ გააპროტესტებთ რუსული კანონი იქნება არ ვიცი მედიის შესახებ ახალი კანონს რომ მიიღებენ რამეს თუ გააპროტესტებთ ქუთაში თუ გამოხვალთ იქნებით ამრევები და ამრევები ეს ქვეყნის არევაა ზმაო და ვერაფერი ვეღარ ჩვენ რა გავაკეთოთ უნდა დაგიჭიროთ ციხეში აი ეს არის მათი პოზიცია ხო ამ ლოგიკით მაშინ ყველა ჟურნალისტი რომელიც მათ აკრიტიკებს და პარალელურად დგას აქციებზე საპროტესტო აქციებზე ყველანი ციხეში ხო გამოდის ეს დამოკიდებულება მდგომარეობაც იქნება ივანიშვილის ქოცებს ეს ხელისუფლებას რო კითხო სააკაშვილს ასამართლებენ და ისა სააკაშვილს ვერ იტანენ და ებრძვიან და ხა სააკაშვილი ზუსტად იგივეს ამბობდა ხო მაშინელ ოპოზიციაზე და ქუჩაში ვინც იყო რომ აი ესენიო უცხო ქვეყნის დაკვეთით მოქმედებენ და ოღონ სააკაშვილი ოკუპანტის ჯაშუშობას მაინც აბრალებდა იმ ხალხს და ესე საერთოდ ჩვენი მოკავშირეების ჯაშუშობას აბრალებენ და ქვეყანას მირევენ ამბობდა მიშა და ამიტომ აკეთებდა რასაც აკეთებდა ზუსტად იგივეს იმეორებენ რომ ანუ შენ გამოდიხარ ხელისუფლების წინააღმდეგ ესე იგი ამრევი ხარ ამრევი თუ ხარ ყველაფრის ღირსი ხარ ანუ ირაკლეს უხაძის ეს განცხადება რეალურად ასე ფიქრობს ყველა ქოცი ის ჟურნალისტებიც ვინც ემსახურებიან რომ თუ შენ გამოდიხარ ხელისუფლების წინააღმდეგ, ესე იგი გინდა ამ ხელისუფლების მოშორება, ხო? მოშორება თუ გინდა ხა აბა მოგხვდება ყბაში, აბა როგორ გინდა? ეს ნორმალური გონიათ. სინამდვილეში ხელისუფლების მოშორება რომ უფრო ლეგიტიმური სურვილია დემოკრატიულ ქვეყანაში, იმიტომ დემოკრატიულ ქვეყანაში ხელისუფლება უნდა იცვლებოდეს, ვიდრე ის სურვილები, რაც ამათ აქვს. ანუ ამათ აქვს სურვილი რომ სამუდამოდ დარჩნენ ხელისუფლებაში და მე მართლა მაინტერესებს რომელი უფრო ლეგიტიმური სურვილია ხელისუფლების შესვლა რომ უნდა იმ ხალხს რომელიც ქუჩაშია თუ შენ რო სამუდამოდ გინდა ხელისუფლებაში დარჩენა. აი რომელია აქედან უფრო ლეგიტიმური სურვილი, მაგრამ ესენი გეუბნებიან რომ ჩვენ სამუდამოდ უნდა ვიყოთ ხელისუფლებაში, ნუ ყოველ შემთხვევაში მანამ ვიდრე მიშა იქნება. ხო ამით აპრავებს რუხაძე ყველა თავის უკეთურებას რომ ჩვენ პროპაგანდასო იმიტომ ვაწარმოებთ აბა მიშა მოვა ანუ სანამ მიშა იქნებაო ჩვენ უნდა ვიყოთო და ეს მიშა ივანიშვილის ახალგაზრდაა გამოდის რომ ივანიშვილი სიცოცხლის ბოლომდე უნდა იყოს ხელისუფლებაში ამას პირდაპირ გეუბნებიან და თუ ამას შეეწინააღმდეგებით იქნებით ამრევები ამიტომ ბრალდებას დანაშაულს მნიშვნელობა არ აქვს ეხა ჯებირს დაამტრებ თუ რას იზამ უნდა იყოს ციხეში აი ეს არის ხა რასაც აკეთებენ და როგორ ჩანს აქეთაც მიდის ბევრი რამ ხო მე და შენაც რომ დაგვიჭიროთ ინგა ხვალ ჩვენი კოლეგები ალბათ შეიძლება მას ხმამაღლა არ იტყვიან იმედზე და სადმე რომ მუშაობენ მაგრამ არც გააპროტესტებენ იმიტომ იტყვიან ხა ქვეყანას ურევდნენ მერაბი და ინგა და უნდა დაიჭიროთ იტყვიან კიდეც მე უკვე ყველაფრის მოლოდინი მაქვს მე რა ვიცი რა მინდა ამრევები არიან ხო კი აი იცი რა მინდა კითხო
პროტესტი, ხელისუფლების შეცვლის სურვილი ყოფილა ანტიდემოკრატიული და ხელისუფლებაში სამუდამოდ დარჩენის სურვილი ყოფილა დემოკრატია და რავი, ქვეყნის აშენება და კონსტიტუციის თავზე გადახევა ამ ქვეყნისთვის და ყველაფერი. მე რა ერთი კითხვაც მინდა, დაგისვა აი წეღან გურამ როგავა საუბრობდა, რომ უფრო უარესის მოლოდინი მაქვს კიდევ მედიასთან მიმართებაში და საპროტესტოდ ქუჩაში გამოსულ ადამიანებთან მიმართებაში დღეს ხომ მთელი ქვეყანა ვუყურებდით საქართველოს მეხუთე პრეზიდენტს როგორი ანგარიშწორება მოუწყეს, ხო? გურამი ამბობდა მოკლედ, რომ უფრო მძიმე ამბების მოლოდინი მაქვსო. შენი მოლოდინი როგორია? რაღა მოლოდინი დაგვიანოსეს ხო ახალ კანონს მივიღებთ მედიის შესახებ და ამ კანონში რა შეწერა ხო ბრიტანული კანონი იქნება ხა როგორც ის რუსული კანონი იყო ამერიკული ესე იქნება ესეც ბრიტანული ანუ ხო ხდება ხა პირდაპირ გვიანოსებენ და ანუ რა შეაკეთებენ იცი ანუ ჭანჭიკებს მოუჭერენ მერე დააკვირდებიან ჩაწყდა ასე გაქრა პროტესტი არ გაქრა მერე კიდე მოუჭერენ კიდე თუ არ გაქრა კიდე უჭერენ და ეს სანამდე მივლენ არავინ არ იცის ეს ხო ეს ავტორიტარიზმის ეს თვისება პუტინმა სხვასე დაიწყო ჯერ 2012 წელს ისეთი რბილი კანონი მიიღო ეს რუსულ კანონს რასაც ვეძახით რომ შეხედა რომ ამან არ გააჩერა არასამთავრობო ორგანიზაციების კრიტიკა მერე შეცვალა ანუ მოუჭირა კიდე შეცვალა და ეს 10 წელი ცვლიდა პუტინი ამ კანონს ამკაცრებდა აი ასე იზამენ ესენის თუ 10 წელი დარჩნენ რა თქმა უნდა ხელისუფლებაში ანუ ეხლა მიიღებენ რაღაც მედიის კანონს ამ რუსული კანონი ხო მიიღეს ამ რუსული კანონის გამო ფაქტობრივად ქვეყანა ხო არის ნუ წარმოიდგინეს რა გააკეთეს ამ კანონის გამო რომ კინაღამ თვითონ დაემხნენ 2023 წელს ხო უკან წაღება მოუწიათ საკუთარი გადაფურთხებული ალოკვა მოუწიათ მერე ამის გამო ევროკავშირს დაუპირისპირდნენ თელ დასავლეთს დაუპირისპირდნენ და კიდე ლამის დაუკარგეთ კანდიდატის სტატუსი და მერე ხალხი რო იდგა ქუჩაში ხალხს მისცეს ეს კანდიდატის სტატუსი მერე ადგენდა მეორეჯერ შემოიტანეს ეს კანონი ანუ ყველაფერი იკადრეს მეორეჯერ არის ეს ქვეყანა წარმოგიდგენთ ევროპის ჩემპიონატზე გასული ვიყავით გვიხარო და ვის გვახსოვდა პოლიტიკა და ქუჩაში გამოგვიყვანეს და ეს კანონი ასეთი ვაი უშველებელით მიიღეს და დღემდე არა უმოქმედებიათ ვერ ამუშავეს ანუ წარმოიდგინეთ რა გააკეთეს ქვეყანა კიდე რა დაანგრიეს ამ კანონის გამო და დღეს გვეუბნებიან რომ ვერ ამუშავეთო და ეხა თავიდან უნდა მივიღოთო ხო რაღაცა გადმოვწეროთ ამერიკული კანონია. კი ბატონო. ანუ ასე იცამენ, ეხლა მიიღებენ რაღაც ბრიტანულ კანონს მედიის წინააღმდეგ შეხედავენ, გვიშველის ეს კანონი, თუ ვერ გვიშველის, გაგვაჩუმებს თუ ვერ გაგვაჩუმებს. ვერ გაგვაჩუმებს, მე რაღაცას კიდე იზამენ და აი ასე მოუჭერენ ამ ჭანჭიკებს, სანამ გაუვათ რა.